ვუბრუნდებით დღის მთავარ თემას და ამჯერად დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის პირდაპირ ჩართვას შემოგთავაზებთ. საღამომშვიდობისა ქალბატონო მაია, დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. პროკურატურის დასკვნას კიწმარიშვილის საქმეზე და განცხადებას, რომ ეროსი კიწმარიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იზიარებთ თქვენ თუ არა, თქვენ ბრძანდებოდით დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც საქმეში ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის თხოვნით ჩაერთო. პროკურატურის მიერ გაკეთებულ დასკვნასთან მე რა თქმა უნდა არანაირი შეხება არ მაქვს იმ გაგებით რომ მე გავიზიარებ არ გავიზიარებ ეს ალბათ კითხვა ჩემთან არ არის მე მონაწილეობა მივიღე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში სადაც დადგინდა სროლის მანძილი და კუთხე სხვადასხვა ექსპერტიზები ჩვენი მოთხოვნით დაინიშნა და შემდეგ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი რომელიც საინტერესო იყო სისხლის კვალის ანუ იმ შეფების მდებარეობით მარაოსებრი გამფენა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამ გამფენის მიხედვით შეიძლებოდა თუ არა სალონში მჯდარიყო ვინმე რაც კატეგორიულად გამოირიცხა ამის ირგვლივ მე დავიკითხე ჩვენება მაქვს მიცემული რომ სალონში ჩვეულებრივ პოზიციაში მყოფი ადამიანის ყოფნა გამორიცხულია. ასევე გამოირიცხა სხვადასხვა პოზიციები, მაგალითად წინა მარჯვენა და მარცხენა ფანჯრიდან შეყოფილი ხელით მიყენება დაზიანების, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც ის შეფები, რომლებიც იყო გამფენილი მარაოსებრად, ისინიც გადაიფარებოდა, მაშინ ეს სურათი არ გვექნებოდა. ამასთანავე ტორპედოზე სისხლის კვალი, საჭესთან და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ყველა ეს დეტალურად გავიარეთ ცოტა უჩვეულო პოზიციებიც კი რომელიც იყო შემოთავაზებული ჩვენ ისინიც გადავამოწმეთ მართალია ამ უჩვეულო პოზიციების მოტივი თუ რატომ უნდა ყოფილიყო ამ პოზიციაში ადამიანი ეს მეორე საკითხია მაგრამ ექსპერტიზამ ძირითადი პოზიციები ძირითადი მდგომარეობა სალონში და გარედან პრაქტიკულად გამოირიცხა მეორე პირის იყოფნა არსებობს პრაქტიკულად გამოირიცხა მაგრამ არსებობს რაღაც თეორიული სხვადასხვა უცნაური პოზიციები რომლებზეც ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან ახლა ექსპერტი შეიძლება შეცდეს, მაგრამ გამოგონების უფლება არ აქვს. ანუ გამოგონების საკითხში უკვე ვეღარ გავალთ, იმიტომ რომ იქ სასამართლო მედიცინა აღარ მუშაობს. აქედან გამომდინარე, პრაქტიკული ჩვეულებრივი პოზიციები გამოვრიცხეთ. ქალბატონო მაია, როგორ მიმდინარეობდა მთელი ეს პროცესი? მაყურებელს ცოტა მეტი ინფორმაცია რომ მიაწოდოთ, რა სახის ექსპერიმენტები ჩატარდა? ხომ არ ფიქრობთ, რომ კიდევ იყო საჭირო დამატებითი ექსპერიმენტები ან საგამოძიებო მოქმედებები იმისთვის, რომ თუნდაც ოჯახს არ გასჩენოდა დამატებითი კითხვები? იცით ჩატარდა ექსპერტიზები, ბევრი ექსპერტიზა. მე არ ვისაუბრებ მოწმეთა დაკითხვაზე, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, აქ ადვოკატები ისაუბრებენ, თუ მათ რაიმე აქვს საეჭვო, რა თქმა უნდა, მე არ მეხება, მაგრამ ის რაც ექსპერტიზებს შეეხება, ხო გენებით, აქ ჩატარდა პრაქტიკულად ყველანაირი ექსპერტიზა, აი პრაქტიკულად თუ კი ექსპერტიზას რაიმე შესაძლებლობები აქვს, ყველა სახის ექსპერტიზა იქნა გამოყენებული მაქსიმალურად. რომ ყოფილიყო დადგენილი მიკრონაწილაკები, ნიადაგი, დნმ, თითისანაბრი, აი ყველაფერი ჩატარდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმ ექსპერტიზის მონაცემები არც ერთი არ ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ მიღებულ აი ამ ძირითად ვერსიას, რომ აქ მეორე პირის კვალი არ დადგინდა, ანუ მეორე პირის არსებობა არ დადგინდა. თუ კი რაიმე გვიჩნდებოდა ექსპერტიზას გულისხმობ ისე თუ კი რაიმე კითხვა ჩნდებოდა აუცილებლად ინიშნებოდა ექსპერტიზა ვესწრებოდით მონაწილეობდით ახლა კომპეტენციის ფარგლებს არ ვაჭარბებით რა თქმა უნდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვესწრებოდით ეს ყველა ექსპერტიზა ტარდებოდა ანუ მაქსიმალური მტკიცებულებითი ნაწილი მაქსიმალურად იქნა გამოყენებული მაგრამ მე ახლა мотиваციაზე რა თქმა უნდა მე იქეთ არ წავალ ეს უკვე აღარ არის ჩემი კომპეტენციის სფერო და არც მოწმეთა ბუნებრივია. თქვენ აცხადებთ, რომ მეორე პირის კვალი უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობამდე მიყვანა, ეს ჩვენ არ გვეხება. გასაგებია, თქვენ აცხადებთ, რომ მეორე პირის კვალი არ დადგინდა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა თქვენი პოზიციის შესახებ თუ იცოდა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახმა, ანუ ისინი ხომ არ ითხოვდნენ კიდე დამატებით რაიმე მოქმედებების ჩატარებას. სწორედ იქიდან რომ თქვენ ამ პოზიციამდე მიხვედით. არა, თითქმის 1 წლის წინ, როდესაც ექსპერიმენტი ჩატარდა, ექსპერიმენტი ჩემთვის პირადად იმდენად ცალსახა იყო, თან ეს ექსპერიმენტი ნახა ყველას თვალმა ნახა. აქ რაიმეს დამატება, გამოგონება აღარ შეიძლება, თუ ხო გეუბნეთ რაღაც უჩვეულო პოზიციებს არ ჩავთვლით, რომ
ბიც ხა ალბათ ცალკე განხილვის თემა არის რატომ უნდა ყოფილიყო ასე. ყოველ შემთხვევაში მაშინ მე ეს თქვი და ვთქვი კიდეც რომ ჩემთვის სამედიცინო ექსპერტისთვის აი აქ მთავრდება ამის იქეთ ექსპერტიზა უკვე აღარ არის და ჩემთვის აი აქ აბსოლუტურად ცალსახად ნათელია რომ ჩვეულებრივ პოზიციებში ადამიანი აქ არ ყოფილა. მეორე პირი აქ არ ყოფილა. ეს პოზიცია მე 1 წლის წინ გავაცანი, რა თქმა უნდა, ოჯახს ეს საჯაროდაც თქვი, მაგრამ რა ვიცი, არ დამიმალავს მაშინვე ჩემი პოზიცია. იმის იქეთ უკვე მე ვეღარ წავიდოდი, იმიტომ რომ იმის იქეთ მეცნიერება აღარ არის უბრალოდ. გასაგებია და საინტერესოა გასროლის ტრაექტორია, ეს მარაოსებრი გამფენა ახსენეთ თქვენ სისხლის შეფების. როგორც ცნობილი არის, მანქანის მარცხენა მხარეს ავტომანქანის შუშა იყო ჩამოწეული და ოჯახს აქვს კითხვები, რატომ არ იყო გარეთ სისხლის წვეთები. ამ მიმართულებით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, ან რა პასუხი გაქვთ ამ კითხვაზე? იცით რა არის, რატომ არ იყო საერთოდ საკითხის ასე დასმა ხდება ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ყოფით ცხოვრებაში ხდება. მაგრამ იქ სადაც მტკიცებულებებზე ვსაუბრობთ, არის რა არის და რატომ არის. რატომ არ იყო, ამაზე არასოდეს არ მსჯელობთ ჩვენ. ფაქტია რომ ჩვენი გვეძებეთ ნამდვილად კვალი, მაგრამ იცით რა, შეიძლება არ მომხდარიყო, შეიძლება უბრალოდ აღმოჩენა გაძნელებული იყო. ამას ვერ გეტყვით, არც მინდა ამაში შევიდე. ფაქტია რომ მარჯვენა კარები ნამდვილად დახურული იყო, მარჯვენა კარების ქვევით იყო შეფები, რომლებიც თავრდებოდა ეს გამფენილი, მარაოსებრად გამფენილი თავრდებოდა იქ. ანუ კარები ნამდვილად დახურული იყო. მარცხენას რაც შეეხება ესეთი მაღლივის, სადაც მაგრდება უსაფრთხოების ღვედი, იქ სისხლი იყო. რატომ არ იყო გარეთ? ამაზე ვერ გეტყვით, ხო ბენვეთ, ეს იქნება უბრალოდ ვარაუდების სფერო, რომელიც ძალიან უმადური საქმეა და ექსპერტიზაში საერთოდ არ არის მიჩნეული, რომ ვარაუდებში წავიდეთ. რაც იყო, ჩვენ იმით ამოვედით. გასაგებია და შესაბამისად იზიარებთ იმ პოზიციას, რომელიც პროკურატურამ აუცილებლად ამ დროს პროკურატურამ რა გაავრცელა, იცით რა, მე არც ვიზიარებ, არც უარყოფ, უბრალოდ ეს არ არის ჩემი საქმე. მე გვჩერდები, სადაც თავრდება სამედიცინო ექსპერტიზა და ზოგადად ექსპერტიზები, რომლებიც შევაჯამეთ. იმის იქეთ მე არ მივდივარ, მე რო იყო ჩვეულებრივი ამ შემთხვევაში არ მონაწილეობდა, მაშინ შეიძლება მქონოდა ვარაუდები, ვერსიები. მაგრამ მე ვიფარკლები იმ მეცნიერებით, რომელსაც ექსპერტიზები ქვია. გასაგებია 20-30 შეკითხვებს მაია ნიკოლაიშვილი პასუხობდა,